და ძალიან მალე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუს დრო მოვიდა. მეც კარგად. ანა უსინათლობის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ხედელობა დაკარგა, როდესაც 5 წლის იყო. ანუ აქ არის კამერები ვიპოვე, სადაც არ ნახე. ანუ შემთხვევაში მე შენ რადგან ავიცად ახსენებ და გაჩვენებ აი ამას. და მათ უნდა დაჭდე. გამარჯობა ანა. მოგესალმები. აქეთ მეორე ანა გვიზის. გამარჯობა გიგი, გამარჯობა ხალხო. როგორ ახარ? მე მაგ კითხვები და შენ როგორც ვითხარი, შემიძლია ყველანაირი კითხვა დაგისვა, ამიტომაც მე ყველაფერს დაგისვა, ყველა კითხვას. პირველ რიგში რაც მაინტერესებდა, ეს იყო, როდის დაკარგე მხედველობა, ეს იყო თანდაყოლილი, რო დაიბადე თუ მე რაღაც პერიოდში დაგემართა, ეგ მაინტერესებს. მე ვერ ვხედავ 5 წლიდან, ოღონდ 5 წლის ასაკიდან ვერ ვხედავ ხა როგორ, ანუ ნელ-ნელა დამაკლდა, იმიტომ რომ რაღაც ვირუსი აღმომაჩნდა. ციტომეგალო ვირუსი ასე ქვია. ხო, კი და რომელმაც დააზიანა თვალი. ეხა იქ ძალიან ბევრი დეტალი არის, რასაც არ ვყვები რა, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ანუ ნელ-ნელა დავკარგე მხედველობა და 5 წლის ასაკში უკვე საერთოდ ანუ ტოტალურად უსინათლო გავხდი, ასე ვთქვათ. აი 5 წლის ხო დაკარგე სულად ეხა მაგ დროს გქონდა ქვეც ანუ აანალიზებდი ყველაფერს რაც ხდებოდა შენს ირგვლივ და ასე ვთქვათ აი როგორც დეპრესია გქონდა ეგეთ რამე? არა, სხვათა შორის არ მახსენდება. აი არიან ადამიანს სტრესულად რო ახსენდა, საერთოდ არ მახსენდება. ალბათ იმიტომ რომ პატარა იყავი შენი აზრით? იცი რა, ვერ ვიტყოდი მაგასაც, მე მგონი უფრო იმიტომ რომ ჩემს ოჯახის წევრებს დიდი ყურადღება არ გადაუტანიათ ჩემ მხედველობის დაკარგვაზე, ძირითადად იყვნენ ორიენტირებულები იმაზე, რომ როგორც პაციენტი არ აღვიქმებოდი სახლში. ცოტა აი რაღაც მომენტში მაგის გააზრება, რომ შეიძლება ცუდად გახსოვდეს მშობლები, ან შენი საყვარელი ადამიანები, ხა მესმის რომ ძალიან პატარა იყავი, რომ მხედველობა დაკარგე. ახასერი მტკივნეული განცდა არ არის ხოლმე. იცი რა არის? არა, ასე ეგრე გავიზარდე რა, რომ აი რაღაც წარსულს კი უნდა მივტიროდე. ანუ უნდა დღევანდელობით და მომავლით უნდა ვიცხოვროთ, ახლა მე რო დავჯდე, ხაი. აი ვიღაცები მიკითხებიან ხოლმე, რომ აი ოპერაცია არ გიშველის და ანუ დამიჯერებთ, რომ ტექნოლოგიებს ძალიან კარგად ვფლობ, Google-იც ვიცი, აი ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ არასოდეს არ დამისერჩავს. ანუ ჩემთვის ოპერაციის გაკეთება შეიძლება თუ არა. რატო? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩემი ის იქნებოდა ყოველთვის, რომ იქნება რამე გამოიგონონ ეხლა. 18 წელია იქიმთან არ ყოფილა, თვალის იქიმთან არ ყოფილა, 18 წელია. ანუ ერთადერთი სტატუსი რომ უნდა მომიჭაბოდა, მაშინ ვიყავი ხა და ეგ რამდენი წლის ხარ ბოდიში? 23. ანუ 5 წლის მერე ფაქტობრივად რაც ანუ არ ყოფილა ექიმთან. მე მაინტერესებს ურთიერთობები, აი ზოგადად უნივერსიტეტში თუნდაც აი მეგობრებთან, ან თუნდაც აი რამეს როგორ გძნობ ხოლმე თავს? მოდი ვაღიარებ, რომ ძალიან მართლა კარგი მეგობრები მყავს უნივერსიტეტიდან შემორჩენილი და ასევე იქაც ახლა ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია ძალიან ჯანსაღად აღიქვამდნენ ჩემთან კომუნიკაციას. იყვნენ ახლა ვიღაცები, ვინც მაგალითად ესე გამივლიდა და რადგან ვერ დავინახავდი ხოლმე გამარჯვებას არ მეუბნებოდი. მაგრამ ნუ ეგ შესაძლოა. მე საიდან ვიცი, ანუ ზუსტად ეგ არის ტრიკი, ანუ ტრიკი. ორი თემა არის, რითაც ხვდები მათ შორის ადამიანები მეუბნებიან კაცს, რომ იმან გაიარა. ეგრე მეც აჩი შეიძლება გავუარო, არ მივესალმო კაცო, მაგრამ მიყვარს გულით, არა აჩი. რავი, ხა თუ უჟმოხარ ფათემა, კი აქ არის. კი აქ არის შენ. არა, აქ არის მესმის კაცო, რა აქ არის. თუ არის რაღაცა ისეთი, რასაც ან უსინათლოებს ეტყოდი რამეს აქენა სხვა ადამიანებს, ვინც შესავით აქტივისტები არ არიან მაგალითად. არასოდეს ჩაიკეტო წარსულში, ყოველთვის ვიფიქრე აწყვასა და მომავალზე. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანები მხედველობას რო კარგავენ, განსაკუთრებით რაღაცა უფრო დიდ ასაკში, ხო? ანუ იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ აი როგორ დაიბრუნონ ის რაღაცა დიდება. და მეგობრებო, ეგ დიდება, ან დაბრუნდება, ან არ დაბრუნდება, ჯობია რომ ეს რაღაცა მოცემულობა მიიღოთ, რაც გაქვთ და აი ამასთან ერთად ცხოვრება ისწავლოთ. არა შეშმო ადამიანებს რომ იმართო, რომ აი რავი, აი ძალიან ბევრს ხო არ აქვს ისა, რომ აი ცხოვრებაზე ბევრ საქმე, აი ხელს ჩაქრებენ პირს უწუნებენ რაღაცეებს და იმას ვერ აფასებენ, რაც აქვს რა და აი რას ეტყოდი ეგეთ ადამიანებს. შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც უკვე განვმარტე, ხო? გარემოსგან წამოსული შეზღუდვები არის შესაძლებლობების და ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეს შესაძლებლობები, ხო? და არ ჭირდებათ რაღაც ალტერნატიული გზების გამონახვა, რომ მათ შორის ისწავლონ, იმუშაონ, დამოუკიდებლად იცხოვრონ და ასე შემდეგ. რა ვეტყოდი, რომ არ ვიცი, ანუ ყოველი დღე თქვენი უნდა იყოს არსიანი რა და რაღაცა
იმას კი არ უნდა დაელოდოთ ვინმე რამეს როდის გაგიკეთებს. და ხო, რაღაცები უნდა დააფასო. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ ეხლა ძალიან ისეთია რა, თითქოს სენტიმენტალური და დიდად არ მიყვარს ეს რაღაცების თქმა, მაგრამ ეხლა უყურე, სულ ამბობ რა ძალიან მინდა, რომ მაგალითად წიგნის hard copy წავიკითხო რა. ანუ იმიტომ რომ თვითონ ეს პროცესი მომწონს ძალიან, თან ეს ბავშვობიდან ძალიან მაქვს ჩარჩენილი ხვდები, რომ აი წიგნი რაღაცა მაშინ მომწონდა ეს წიგნები რაღაცები და უცბად მერე მომაჩეჩეს ხელში დიდი ბრაილის შრიფტის წიგნი, რომელიც ჩემთვის წიგნთან არ ასოცირდებოდა. ხო და ანუ ესეთი რაღაცები უნდა წიგნი იქნება ეს თუ აი ყველაფერი უნდა გამოცადოთ და ანუ თქვენი ცხოვრება არ უნდა გაატაროთ რაღაცა უსაქმრობაში, ხვდები? რაღაცები ხო, აი რაღაც კარგი უნდა აკეთო, მათ შორის შენი თავისის, მათ შორის საზოგადო საქმეები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო იყო და მადლობა ძალიან. ხელი ამ ერთი საათის განმავლობაში სიამაყით ვუსებოდი. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, სტუმრობისთვის. რო გამონახე, ხელს გამოგიწვდი, აი ესე. მადლობა. მეგობრებო, მოკლედ შოკირებულები ვართ აქ ეხლა სამივე მართლა. ყველაფერი არის აქ და ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი. მართალია და ძალიან ესე ვთქვათ мотиваციას გაძლევს, როდესაც ესეთ ადამიანებს ნახულობთ, რომ უფრო კიდე მეტი და მეტი გააკეთო ადამიანები. ანუ მართლა რა, ანუ აი ეხაც მიკურსო წავიდა რომ აი მართლა ეხა ესეთ გამოვიდა. ანუ სადღაც გაჩერებაზე ჩოლები რომ ჩამოვიდა გოგო და ეხა წავალო აქიდან სახლშია გითხრა რა, ძალიან უცნაური. ხო, აქედან აქციაზე მივალო. ხო, აქციაზე მივალო. ანუ მოკლედ გაგვაოცა არა, სულ ყველა.